ეს ქალბატონი 88 წლის ლიდია რეზინკოვაა, რომელიც საკუთარ ნათესავს უკვე მესამე წელია ერთ ოთახში ყავს ჩაკეტილი. ბოქლომის დაკეტილი კარი დღეს პოლიციის მოთხოვნით გააღეს. უკვე 3 წელია ჩემი კარი დღე-დაღამ ჩაკეტილია. მინდა რომ სულღია იყოს. ჩაკეტილი რატომ არის? ჩაკეტილი ვეღარ დადის. თაქამდე აი ძლივს მოვა, თუ კარგად არის. თუ ვერ დადის კარებს რისთვის კეტავთ, მაინც ვერ გავა. არა, თუ გავა იქით ხო არის ისა. ვაჟამოსაშვილი და ეშპეტეშნიკოვა მოკლავენ მაგას. ლიდია რეზინკოვას მომულელი ლიდა სლაბუხინა ამბობს, რომ მოხუცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ამავე სახლში ჩასახლებულ მეზობლებთან კონფლიქტის გამო მიიღო. არ დავტოვებ არა, მე რომ ხნიდი აქა შევარდებოდა დაეწყებდა ბაბულა, წადი აქედან ბაბულა. აი, აქა. იმიტომ მე ვკეტავ. ყოფილა ესეთი შემთხვევა. მაბამარა. იმიტომ ბინა უნდა. ესენი შეუშვა ჩემ ადამ რომ გმურა და დარჩენ და არ გამოდიან და ეს ჩვენიაო. გარები ქალბატონმა ჩარდა და თვითონ მიდის აწვის ისო. როგორც აი გოც რო კეტავენ ესეც ეგრეა. ლიდა, შენ რო გუში ლაპარაკობდე, ვაჟა და მარინა მოკლავენ რო გამო. მოკლავენ, მარა. რა სამყარო მე მამი ვიგინე რა შეიძლება. სპეციალად აკეთე რომ ჩვენ აქედან წავიდეთ და ეს ბინა დარჩეს თირით მოიყვანონ ხალხი და თვითონ არ გაყიდონ ეს ბინა, ან თვითონ შევიდნენ აქ იყო ვიღაცა მოიყვანონ. ოთახში, რომელშიც 88 წლის ქალბატონი ცხოვრობს, არ არის გათბობა და სველი წერტილი. ლიდია რეზინკოვას პენსიაც აქვს და სოციალური დახმარებაც. ამთახებს ოფიციალური მინდობილობის საფუძველზე მისი მომვლელი ლიდა სლაბუხინა განაგებს. მთელი დღე რომ დაკეტილი არის, საპირფარეშოში როგორ გადის? აგე, ვედრო. გათბობა რომ არ არის ოთახში, ზამთარში როგორ იყო? კარგად იყო. ეს ესეთი მეშვეულია. ვაფშე დადიოდა არც ნასკები ქონდა, არც არაფერი, თითველი დადიოდა გზაში. მე რა ჩაკეტ ამან ტროპიკალი, აბა ეგრე უნდა იაროს ქუჩაში, ჯუჭყიანი, როგორც ადრე დადიოდა. რა როგორც ვიცი, გიჟი არ არის და რაც ქვეს 3 წელიწადი ჩაკეტა მოხუცისთან. არ შეიძლება, მე არ ვეთანხმები. აქამდე არ იცოდით რომ ესეთი არა, Facebook-ზე წავიკითხე დღეს დილით. 88 წლის ლიდია რეზინკოვაზე ინფორმაცია არ აქვს ლაგოდეხის სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ 2015 წლის თებერვალში ის გეგმიურად გადაამოწმა. ჩვენ ინფორმაცია ნამდვილად არ გქონდა დღემდე. როდესაც ქალბატონ ლიდიასთან მივიდა სოციალური აგენტი, ეს ქალბატონი არ ბრძანდებოდა ჩაკეტილი და საკმაოდ ადეკვატურად აზროვნებდა. ჩვენ გვაქვს გადაუდებელი თემში განთავსების საშუალება. თუ თანახმა იქნა ძალად ჩვენ მათ თემში გადაყვანის უფლება არ აქვს. პოლიციამ საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის მუხლით დაიწყო.